300-მდე მომხრე შეგროვდა. ისინი ქადაგებაზე მოსულ სექტანტებს ჩაქოლვით ემუქრებოდნენ და დაშლას მოითხოვდნენ. უქარა მალე ჩხუბში გადაიზარდა. როდიოდენ შეურაცხყოფა მოგვეყენეს, ხო. ზოგს სამები წამართვეს და სუღერაფერი. სამსახურის საბუთები მქონდა გადაწყებული, მოგ წამართვეს წაიღეს. ამაზე ანახეთ აკვენი. აი აგერ ავაძრაკი საბუთებს იმა და წამართვეს. ეს არის უბრალოდ პოლიგონური გამოხდა. Այդ არის მუშტისკები პირველით ისინი გადმოდიოდნენ აგრესიულობაზე, შევარცხვინე ის ქართველი, რომელსაც ზანგი მართავს, უკრაინიდან ჩამოსული ვიღაცა მართავს და საერთოდ არც ჯვარი სწავთ, არც ხატი სწავთ, არც სანთელი, არც ეკლესია, არც მღვდელი და არც საქართველო არ უყურდა და არც თავისი მიცვალებული. ჩვენ ესეთი ქართველები დღეს საქართველოში არ გვჭირდება. ამ სცენას უყურებდნენ ნაძალადევის რაიონის პოლიციელები, რომელიც ბოლომდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ და ჩხუბში არ ჩარეულან. პოლიცია არ ვიცი ეხლა, პოლიცია უნდა იცავდეს ესეთ მშვიდობიან ასეთ შეკრებას. მაგრამ აქ არის შეიძლება პოლიციას არ შეწევს სათანადო ძალა მათ წინააღმდეგ და დღეს უთეოდ ვერ ნახეთ რომ პოლიცია ჩვენ გვიცავდა. პოლიცია ნეიტრალურ მდგომარეობას იღავდა. ჩაუშალეთ ეს სატანური რიტუალი, გიტარაზე უკრავენ, ორღანზე უკრავენ, შიშვლები ცეკვავენ და მერე მაპატია და ერთმანეთს დაერევიან და რა ხდება ვერ გაარკვევ. და ესენი დღეს გამოვიყვანეთ კლუბიდან და გავუშვით სახლებში და ეხლა აქეთ-იქით არიან და ამას გავწმენდავთ ორთავე ქუჩებს საუცილებლად დღესვე. დარბევის შემდეგ გლდანის ლომისის წმინდა გიორგის მრევლის ხელმძღვანელმა კულტურის სახლის წინ ხალმოკლე მიტინგი გამართა და მრევლს ანტიქრისტეთაგან ტერიტორიის გაწმენდა უბრძანა. საპირეპო ევანგელისტების მოწინააღმდეგე კვლავ გლდანის რაიონის მორწმუნეები გამოვიდნენ მამა ბასილის ხელმძღვანელობით. ნაძალადევის რაიონში კინოთეატრ განციათან შეკრებილმა 50-იანელთა სექტის წევრებმა დღეს ტრადიციული რელიგიური რიტუალი ვეღარ ჩაატარეს. 50-იანელთა თავყრილობა ბასილ კალავრიშვილის მრევლმა ჩაშალა. გლდანის ეკლესიიდან განდევნილები მართლმადიდებლური რელიგიის დაცვის იდეით გამოდიან. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება კაცრად აღუდგათ საქართველოში ამ ანტიქრისტეს მოციქულებს, რომელთაც სურთ, რომ სოფლიოში ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს განადგურონ მართლმადიდებელი სარწმუნოება, მაგრამ ამას ისინი ვერ აღიხსნებიან. გაეცია საქართველოდან! ნაზიროლებო! ანტიქრისტეს მოციქულებო, გაეცია საქართველოდან! ორმოცდაათიანელებმა მოწინააღმდეგის უპირატესობა აღიარეს და თავს გაქცევით უშველეს. როდესაც ჩვენს ქვეყანაში არანაირი ადამიანის უფლებები არ არის დასული, სიცოცხლის უფლება არ აქვს და ამ სექტებს ამდენის უფლებას ანიჭებენ, მაშინ ჩვენც მოგვანიჭონ იმის უფლება, რომ მე მგონი ლოგიკური მოთხოვნაა. ხალბატონო, უკაცრავად აქ სხვა ეროვნების ხალხიც იყო მოსული, მე მგონი. ზანგები და აქანობამდე ვერ შემოვიდნენ, ვერ შემობედეს. კიდე იყო 5 ზანგი იყო მოსული. და ჩვენებმა არ მისცეს საშუალება აქ შემოსულიყვნენ და ამ შენობაში ჩაეტარებინათ მათი ისინი. რასაც ეკეთებli გავართ და ვიცავთ ამ მართლმადიდებლობას. 50-იანელების ძირითადი ბირთვის განდევნის შემდეგ ბაზილ კალავრიშვილის მომხრეები სექტის დაგვიანებულ წევრებსაც დაელოდნენ და სათითაოდ გააძევეს კინოთეატრის ეზოდან. ვინ მართავს თქვენ გეკითხებით? აი გავწირე ვინ აფინანსებს ამ ხალხს? ის რას კვილა შენ ასვანი ხარ არაკიცუნი აღდის შენ აღდის მაშინ წავედი ხა ჩვენ დავამტკიცო საუბარი მომიშენ იცი რა არის შენ როგორც იაყოველები და ამიტი